$1982 წლის გაზაფხულის ერთჩვენიერ საღამოს საბჭოთა საქართველოს ტელევიზიამ უცნაური სახელწოდებისა და შინაარსის ფილმი წარუდგინა საზოგადოებას. ლედი კარატე ილუზიონის ეთერში ნამდვილ სენსაციად იქცა. ფილმის დასრულების შემდეგ მთელი თბილისის ბავშვები იაიას შეძახილებით უცნაურ ახალ თამაშს კარატოვანას თამაშობდნენ. ამისთვის პატარა კარატისტები სახლებში ავეჯს აზიანებდნენ. სამზარეულო სკამებს ფეხებს ახერხავდნენ და კარატისტისათვის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტის რუჭაკოს დამზადებას ცდილობდნენ. მე და ჩემო ძმამ ერთად უყურეთ ლედი კარატეს ფილმს და ძალიან მოგეწონა. იმის მერე დავიწყეთ ჩვენებურად ვარჯიში სკამების ვტვრობა. ჩემ დროს იყო ხოლმე ლედი კარატე, ესეთი ფილმი იყო და აი შეყარებული ვიყავი ამ ფილმზე. კარატეს ისტორია რამდენიმე 1000 წლეულს ითვლის. ინდოეთში ლტოლვილად ქცეულმა ბერმა სახელად თარმამ თავი ჩინეთს შეაფარა. იგი უცნაურ მოძღვრებას ქადაგებდა და მოსწავლეებს ფიზიკური ვარჯიშების საშუალებით, როგორც სულიერ ისე ფიზიკურ ამტანობას და მოთმინებას აჩვევდა. მოგვიანებით მისი სწავლება შაოლინის მონასტრის დაარსებას დაედო საფუძვლად. სწავლება საბრძოლო ხელოვნებადაც გამოიყენებოდა და შაოლინის ბერებიც წარმატებით იყენებდნენ ხშირი თავდასხმების მოსაგერიებლად. ოსტატობა მამასა და შვილს შორის მემკვიდრეობით გადაიცემოდა და მრავალი მიმდინარეობაც შეიქმნა, რომლებიც სათითაოდ სხვადასხვა საუკუნეებში გამოფრწმედილ საბრძოლო ხელოვნების საიდუმლოს ეყრდნობოდა. იმჟამინდელი მმართველები გამანადგურებელი ხელოვნების მიმდევარ ბერებს სახელმწიფოსთვის საშიშ ადამიანებად მიიჩნევდნენ და დევნიდნენ კიდეც, მაგრამ ამაოდ კარატემ მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირამდეც კი მოაღწია. დასაწყისში აღმოსავლურ ორთაბრძოლებს საბჭოთა ხელისუფლებაც სასტიკად სდევნიდა. მაგრამ მისი პოპულარობა ისე გაიზარდა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა კარატეს სპორტის ოფიციალურ სახეობად ეცნო. მოგვიანებით 1993 წელს კარატე როგორც ძველ ჩინეთში სსრკ-ში წაიგრძელა. მისი სწავლება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, იგი ანდერგრაუნდში მაინც განაგრძობდა არსებობას. კარატის შემსწავლელი სექციები საიდუმლო ორგანიზაციებად იქცა. კარატისტები ყველასგან მალულად სხვადასხვა დანიშნულების შენობებში იკრიბებოდნენ. ეს ძირითადად გვიან საღამოს და ქალაქის ცენტრიდან მოშორებით ხდებოდა. იქ მოხვედრა ყველას არ შეეძლო. ეს დიდი წვალების შედეგად უნდა მიგეღწია და ისიც ნაცნობობით. კარატის ლეთების გამოყენებაც იგრძელებოდა ქუჩურ ჭუბებში, განსაკუთრებით ბავშვებში. პერესტროიკის დადგომისთანავე, როდესაც საბჭოეთმა რღვევა იწყო, კარატემაც ისევ ჰპოვა განვითარება. კარატე ნიშნავს შედგება ორი იეროგლიფისა, კარა და ტე. კარა არის შიშველი და ტე ხელი. კიოკუშინ ნიშნავს სიტყვას ნიშნავს ჭეშმარიტება მომავალი აღმოსავლეთიდან.
ჩვენი карате არის sei bukai. ეს არის შედგება სამი იეროგლიფისაგან sei, bu და kai. ესეც შემადგენელი ნაწილი არის sei, ეს სისუფთავის ნიშანი, სისუფთავის სიწმინდის ნიშანი, bu ეს არის საბრძოლო, მებრძოლი და კაი ორგანიზაცია. ჩვენი არის საბრძოლო სუფთა საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელი არის იუკიო ნიშიდა, ჩემი მასწავლებელი მეშვიდე დანი და იუკიო ნიშიდა არის ერთ-ერთი პირველი მოსწავლეთაგანი მასუტაცო ოიამასი, რომელმაც დაარსა თვითონ კიოკუშინ კარატე. ჩემთვის იუკიო ნიშიდა არის ის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ზუსტად აი საბრძოლო ხელოვნების ყველაზე კარგ გადმომცემს და ჩემთვის ერთ-ერთი საპატიო ოსტატი არის ბატონი იუკიო ნიშიდა. 2001 წელს დაუკავშირდი მას, მან მიმიწვია თავის ხარჯით წამიყვანა, ასე თქვათ, Seibukai Kyokushin კარატე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი რომ გახდეს ადამიანი ის უნდა აკმაყოფილებდეს თელ რიგ მოთხოვნებს. ჩემი პირველი ჩასვლის შემთხვევაში, ჩემი სურვილის შემთხვევაში იუკიო ნიშიდა მე რამოდენიმეჯერ შემეკითხა, როცა მამარჯვებდა თან მეკითხოდა, შენ კარატე გავს გადაწყვეტილი რომ გინდა ეს სახეობა ისწავლო, შენ გავს კარატე გადაწყვეტილი რომ შენ გინდა ჩემთან ივარჯიშო. შენ გავს კარატე გადაწყვეტილი, აი ეს ყოველთვის ძალიან ხშირად მიმეორებდა. მე უკვე შეურაცხყოფილად ვზნოვდი თავს რომ რატომ მიმეორებს ამდენჯერ. მართალი გითხრათ, მე როცა დავიწყე იუკიო ნიშიდასთან ვარჯიში, მე მაშინ მივხვდი რომ მე კარატე თურმე არ ცოდნია. Oriatas 2005 წელს ბატონი ნიშიდას სტუმრობის დროს შედგა მისი შეხვედრა მის უწმინდესობასთან ილია მეორესთან. Когда есть большая энергия, ты можешь эту энергию дать другим, помочь другим. Когда спорт заменяет, тогда это отрицательно. Он не может заменить религию. Ни в коем случае. Наоборот, он должен способствовать развитию физическому и духовному развитию. მე მიხარია კიდევაც ის რომ ეს ფედერაცია ადრე დავლოცა მის მოწმინდესობამ მონეტარესო მილია მეორემ დავლოცა და კიდევაც აი ამ ძმებს ისეთ ლოცვა კურთხევ რომ თქვენ დააღზარდოთ სასახელო ვაჟკაცნი ერისთვის და ეკლესიისთვის. ბევრ ადამიანს გონია რომ ეს საერთოდ ან კარატე ან სიტყვაზე ან სხვა აღმოსავლური ორთაბრძოლა არის რაღაცა მიუღებელი ქრისტიანობისთვის. რა თქმა უნდა, მიუღებელია არა თვითონ საბრძოლო ხელოვნება, არამედ უშუალოდ რა თქმა უნდა მათი ფილოსოფია. რა თქმა უნდა ჩვენ და ჩვენი ახსასდელები ვინც არიან ისინი ცდილობენ რომ იცხოვრონ ქრისტიანულად. ჩვენი მთავარი მიზანი არის ქრისტეს გზაზე დაყენება და ეს გამოიწვია იმან რომ პირადად მე დამეღუპა ნარკოტიკის მიღებისაგან 3 თანაკლასელი. ამან მე ძალიან მათგინა გული, იმიტომ რომ ისინი ჩემთვის იგივე ძმები იყვნენ და პირადად მე უფლის წინაშე, უფლის ხატის წინაშე და წმინდა დიდმოწამე გიორგის ხატის წინაშე ვსწოვე უფალს და სანთელის დამატე და შეწენა ვთხოვე უფალს და მე შემდეგ წმინდა დიდმოწამე გიორგის რომ იმ გზაზე დავეყენებინე, რომელიც პირადად მეც წამწევდა სარწმუნოებაშიც და სამშობლო სიყვარულშიც წინ და შემდეგ დამეხმარებოდა რომ მომავალი თაობა
ქუჩას მოშორებოდა იმ სიმიძურეს, რასაც ნარკომანია ქვია. მადლობა ღმერთს, ეს ბავშვები და არა მარტო ბავშვები, არამედ მრევლი მშობლები არიან, მრევლი კიდევაც და უხარიათ, რომ ეს ბავშვები იმ გზას ადგან, რაც არის ის უშუალო სწორი, რაც არის ყოველ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა არის ქრისტიანული და მერე ისინი სწავლობენ საბრძოლო ხელოვნებას. ეს არის, მე ვფიქრობ, აუცილებელი პირობა იმის, რომ ადამიანი იყოს ვაჟკაცი. ადამიანმა უნდა დაიცვას თავისი თავი, უნდა ფლობდეს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს არ არის იმისთვის, რომ ადამიანი დაჩაგროს, ბუნებრივი არ არის იმისთვის, რომ რაღაც ამის გამო ადამიანმა იამპარტავნოს პირიქით. პირიქით ეს არის იმისთვის, რომ ადამიანი იყოს სრულყოფილი, ასე რომ ვთქვათ, შედარებით ბუნებრივია, რასაც ვაჟკაცობა ჰქვია. ერთმა დაუძო და გაგახარო. ჩვენთან არის ღმერთი. ამინ. ბატონი ივერი ეს ადამიანი არის 59 წლის, წელს შეუსრულდება 60 წელი შეუსრულდა უკვე 60 წელი და მინდა გითხრათ რომ მან ვარჯიში, კარატეში დაიწყო 56 წლის ასაკში. 56 წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში, დღეს ემზადება ჩასაბარად პირველი ქიუზე, ყავისფერი ქამარი ყვითელი ზოლით, მომავალ წელს აბარებს შავ ქამარს და მინდა გითხრათ აგრეთვე რომ მას ყავს თავისი ჯგუფი, 30 კაცი ყავს უკვე ჯგუფში და ყავს უკვე ჩემპიონები. ეს ადამიანი არის უშუალო ჩემი მრევლი, ჩვენ ეკლესიის მრევლია. ამ ადამიანს 2000 წელს გარდაიცვალა შვილი. სამწუხაროდ მე მახსოვს რომ ეს ადამიანი ძალიან გულჩათხრობელი მოვიდა ეკლესიაში. რა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს ამ ადამიანმა დაიწყო ეკლესიური ცხოვრება, დაიწყო აღსარება, ზიარება, მარხვა და რა თქმა უნდა ის სულიერი თვისება, რაც გააჩნია ამ ადამიანს, ეს გამოვლინდა მალევე. და მალევე მადლობა ღმერთს ამ ადამიანმა გადაწყვიტა რომ არა მარტო სულიერება თავისთავად ეს რა თქმა უნდა ეს უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ფიზიკური შრომაც არ ჩაეგდო. რა თქმა უნდა და ამ ადამიანმა დაიწყო ამ სტილში ვარჯიში. 4 წლის წინ ჩემი მდგომარეობა, როგორც ფიზიკური მდგომარეობა ძალიან არ აკმაყოფილებდა კაცის ძლიერი სიძლიერისა და იმის მიხედვით მდგომარეობას. დაახლოებით ესე იგი 9 წლის წინ გარდამიცვალა ბიჭი, 20 წლის ბიჭი. საერთოდ ჩვენ ვიცით რომ უფლის შემწეობის გარშე არსად არაფერი არ ხდება. შუთ უფლის შემწეობითაა რომ მე ამჟამად ვარჯიშობ და ვარჯიშობ კიდევაც კარატეში. ჰავს მოსწავლეები. ერთი ბიჭი წაიყვანა და იმ ბიჭების მაგივრად მომივლინა უფალმა 30. ისინი ჩემი შვილები არიან და ისევე უყურებ როგორც ჩემ შვილებს. აი ესეც უფლის განგებულებით, უფლისნებით მოხდა ყველაფერი და უფლის შემწეობით, იმიტომ ჩემთვის შემწეობა იყო, სულიერად ძალიან დავარნილი ვიყავი იმ პერიოდში. ძალიან ისე განვიცდი თავს რომ თითქოს როგორ გითხრათ, აი როდესაც ჩემი 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა, ასე მეგონა რომ ჩემი ცხოვრებას დამთავრდა. დასრულდა ყველაფერი. მაგრამ როგორც ხედავთ, ეს ასე არ მომხდარა. ვაკისამების ტაძარში შევხვდი ეკლესიის მსახურს სტიქაროსას და ამავე დროს კარატეს მასწავლებელს ბატონ კახაბერ კაკაბაძეს. მას მე აუხსენი რომ ვიყავი ყოფილი სპორტსმენი ტანვარჯიში 35 წლის წინ დავანებე ვარჯიშს თავი
და ამჟამად სურდა დამეწყო მასთან ვარჯიში კარატეს. ის მაშინვე დამთანხმდა და სულ მალე დაიწყე აღმოსავლურ ორთა ბრძოლაში ვარჯიში, რომელსაც ქვია სეიბუკაი კიოკუშინ კარატე. 3 წლის მერე გავხდი კარატეს მასწავლებელი, რა თქმა უნდა, სენსეი კახას მეშვეობით. უნდა აღნიშნო წეღან მამადანიელმა თქვას ამის შესახებ, რომ ჩვენი ვარჯიშები იწყება ლოცვებით და მთავრდება ლოცვებით. დიდი მადლობა მოვახსენოთ ჩვენს პატრიარქს, საჭეთ პროფესორს, საქართველოს ეკლესიის დიდ მეუფეს, მამა ელიას, უწმინდეს და მონეტარეს, ჩემს მოძღვარს, სულიერ მოძღვარს, მამა დანიელის ვაკის სამების ეკლესიის ტაძრის წინამძღვარს, ყველა საერთოდ ვინც ხელი შემიწყო ჩემი ცხოვრების წესის შეცვლაში, გაჯანსაღებაში, გაძლიერებაში და ამ ქვეყანაში მეორედ მოვლენაში, სულიერად, ფაქტიურად. სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პატარების მაქსიმალურად პატარა ასაკიდან აღზრდის დაწყებას. რაც შეეხება ჩვენ ფედერაციაში პატარები ეუფლებიან ამ საბრძოლო ხელოვნებას, ასე ვთქვათ, სწავლობენ საბრძოლო ხელოვნების, ასე ვთქვათ, პატარა მოკლედ ასე ვთქვათ, ჩვენთან ვარჯიშობენ 4 წლის ასაკის ბავშვები, აგერ თქვენ ხედავთ, მათ შორის, აბა ვინც გაიმარჯვა წელს ხელი აწიეთ ჩემპიონატზე, აბა ხელი აწიეთ, ვინც გაიმარჯვა? ხელი აწიეთ. ხელი აწიეთ, ხო, გაიმარჯვეთ, აბა. აგერ დიდი ყურადღება ეთმობა გოგოების აღზრდასაც ჩვენ ფედერაციაში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ფედერაციაში მეწაღან ვახსენე, ჩვენ ფედერაციაში განსაკუთრებული ყურადღება ეცემა აგრეთვე გოგოების ვარჯიშსაც. ჩვენთან ფუნქციონირებს 2 ჯგუფი, უშუალოდ მხოლოდ გოგოები, სადაც ვარჯიშობენ, მხოლოდ გოგოები და მინდა გითხრათ, ჩვენთან არის ასეთი ჯგუფი, მოზარდების ჯგუფი, სადაც არიან 30 წელს, 35 წელს, 40 წლის, 50 წლის ადამიანები, სადაც ვარჯიშობენ, ეუფლებენ ამ საბრძოლო ხელოვნებას. ვარჯიში დავიწყე 97 წელს, თავიდან დავდიოდი ტანვარჯიშზე 4 წელი. რის მერეც ძალიან დიდი სურვილი გამიშთა, რომ დამეწყო კარატეს სწავლა, ჩემი ძმა დადიოდა, ეუფლებოდა და ძალიან დამაინტერესა ეს სტილი. მასწავლებელი პროფესიით დაწყებით კლასებს ვასწავლე. საკმაოდ სერიოზული პროფესია მაქვს და რომ გადავწყვიტე ყოფილიყავი კარატისტი, ასე ვთქვათ. თავიდან ძალიან არასერიოზულად მიიღეს, მართლა დამცინეს კოლეგებმა. მეტი საქმე არა გაქვს, მითხრას, მაგრამ მე უკვე მიეჩვენენ იმას, რომ ეს არის საბრძოლო ხელოვნება, რომელიც ულამაზესია, მე ასე ვთქვი. საკმაოდ შორსგამიზნული გეგმები მაქვს, იმიტომ რომ მინდა რომ მე თვითონაც გავხდე სენსეი, ასე ვთქვათ და ჩემი მოწაფეები მყავდეს და წელს უკვე მაქვს ამის საშუალება, რომ სექტემბრიდან ავიყვანო მოსწავლეები. ეს არის პირველ რიგში გენიალური იაპონური ხელოვნების თან
ხელოვნებასთან ზიარება. არაჩვეულებრივი საბრძოლო ხელოვნებასთან ზიარება, რომელიც ბავშვობიდან მაინტერესებდა, მამამ მიმეყვანა პატარა რო ვიყავი. და ეხლა ავისრულე ოცნება, დაუბრუნდი ამ ხელოვნებას და ვცდილობ, რომ ამ სტილთან ერთად გავიზარდო სიმშვიდე, სულიერი ჯანმრთელობა და სწორი ცხოვრების სტილი. მე ამაყება ჯერ ერთი ჩვენ ფედერაციას თავი რომ დავანოთ, რომ საქართველო არის რეკორდსმენი ბეისბოლის ბიტების გატეხვაში. მინდა მოგახსენოთ, რომ ასეთი სოფლიო რეკორდი 2007 წლის 17 ივნისამდე იყო 5 ბეისბოლის ჯოხის გატეხვა. იაპონელმა გატეხა 5 ბეისბოლის ბიტა და ჩვენმა ფედერაციის წევრმა, იმავდროულად ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ლომიამ გატეხა 6 ბეისბოლის ჯოხი. სიჩუმე დარბაზში. კარგად იკავეთ, კარგად იკავეთ. თვითონ ბეისბოლის ჯოხის გატეხვა ძალიან რთული შესასრულებელია, ვინაიდან ეს ბეისბოლის ჯოხი არის ემულსიაში მოხარშული და ძალიან რთული შესასრულებელია. ჩვენ გვყავს საქართველოს ბრაუზის ჩემპიონები, სხვა არა მხოლოდ ჩვენი ფედერაციის მიერ მოწყობილი საქართველოს ჩემპიონატებზე ლაპარაკი, არამედ სხვა ფედერაციის მიერ მოწყობილ ჩემპიონატებზე საუბარი. არის ჩვენ გვყავს კავკასიის ჩემპიონები, გვყავს სომხეთის ჩემპიონები, გვყავს აზერბაიჯანის ჩემპიონები, თურქეთის ჩემპიონები, SNG-ის ჩემპიონები, გვყავს აზიის ჩემპიონები და გვყავს ოლიმპიური პრიზიორი. მესამე ადგილი აიღო მოსკოვში ჩატარდა 97 წელს, 98 წელს ჩატარდა ოლიმპიადა ბავშვთა და მოზარდთა შორის, ბავშვებს შორის ოლიმპიადა კიოკუშინ კარატეს წესებით, სადაც ჩვენმა სპორტსმენმა აიღო მესამე ადგილი, ასე ვთქვათ, ჩვენ გვყავს ოლიმპიური პრიზიორიც. ალბათ იშვიათად მოიძებნება ქვეყანა ჩვენს პლანეტაზე, სადაც კონტინენტების გარდა კულტურები და ცივილიზაციები კვეთენ და ერწყმიან ერთმანეთს. თუმცა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის არ არის უცხო ეს მოვლენა. აი საუკუნეების გასაყარზეც კიდევ ერთხელ ყველასათვის აშკარა ხდება, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე სინამდვილეში არც ისე შორია.